საკვებზე ისაუბრეთ და ახლა ჩემი შვილები როცა სურამში ჩავდივართ ხოლმე ბებია ბაბუასთან, განსაკუთრებით უყვართ იქ ჩასვლა, იმიტომ რომ ტკბილეული ცალკე თავი გვაქვს მაგსაკითხზე. ტკბილეულის ძალიან ფართო ასორტიმენტი. ზოგადად არა მარტო ტკბილეულის, ბებია და ბაბუების თემა ცალკე თემაა და მახსოვს ერთ-ერთ გადაცემაში ეს ბებიას ფენომენი ვახსენე და დედაჩემი, რომელიც ჩემი შვილების გამზრდელი ბებია იყო, დამხვდა ძალიან ცუდი განწყობით, დოინც შემოყრილი, თან იმ გადაცემას უყურებდა თორმე პირდაპირ ეთერში მეზობლის ქალბატონთან ერთად და ოღონდ სახში მოვიდეს ეხავდა მაგას ვაჩვენებ ბებია ბაბუებსო, იმიტომ რომ კი ნამდვილად ჩემმა შვილმა ეს გიმწუჩივე გამოიყენა, პატარა იყო მაშინ და გესმისო, დედამ რო თქვა რომ არ უნდა დამაძალო. ეს ფენომენი გვაქვს და არა მარტო ტკბილეულზე, არამედ ნებისმიერ, იმიტომ რომ ბებიას ყოველთვის გონია რომ შვილი მისი მშიერია, ეს აუცილებლად ესეა. ამიტომ ბებიები ხშირად სწორედ აი სიმსუქნის მაპროვოცირებლები ხდებიან. თან ბავშვებიც ამას იფერებენ და ხშირად საუბარი რო გვაქვს, აი ნუ რა ბებიამ დამიდო, ბებიამ მაჭამა, ბებიამ მომაწოდა ეს საკვები, როცა არ უნდათ რომ თავიანთ თავზე რაღაცა აიღონ. ამიტომ რა თქმა უნდა ზომიერება ყველაფერში საჭიროა, სწორი კვება და ყველაზე ჩვენი დიდი უბედურება არის სწორედ ეს ტკბილეული, ნახშირწყლებით გაჯერებული ჩვენი საკვები, ჩვენი ეს საყვარელი იგივე ხაჭაპურები და იგივე ეს ყველაფერი რაც გვაქვს ცომეული ჩვენს სამზარეულოში და ის მომენტი, რომ მართლა ტკბილეული რაღაც იმად არის ქცეული, რომ თუ ბავშვს ტკბილეულს არ მივცემთ, რაღაცას თითქოს უშავებთ, ხო? ამითი ცდილობენ ხშირად ბავშვების კეთილგანწყობის მოპოვებასაც, რა თქმა უნდა, ესეც არასწორი მიდგომაა, მაგრამ ნუ რეალობა არის. რაც შეიძლება შევამციროთ ეს მომენტები ტკბილეულთან და გაზიან სასმელებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით პატარებში.